მადლიერება ურთიერთობებს აძლიერებს, თუმცა კორპორატულ სამყაროში არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პროფესიული უნარი. გამარჯობა, მე ვარ მაია და გიყვებით კორპორატიული სამყაროს უხილავი წესების შესახებ, რომელთა ცოდნა დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად და მშვიდად გაიაროთ კარიერული კიბე. თავიდან რომ მინდა ერთი მითი დავამსხვრიო, რომელიც საზოგადოებაში არის მიღებული, რომ მადლიერება ნიშნავს შეგუებას, რომ თითქოს თუ ხარ რაიმეთი მადლიერი, ეს ნიშნავს, რომ აღარ უნდა გინდოდეს უკეთესი სამსახური, ან ხელფასი, ან პოზიცია, ან მენეჯერი, ან გარემო და ასე შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ ეს ესე არ არის, ეს ორი გრძნობა არ მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და ძალიან თავისუფლად შეიძლება თან არსებობდეს თქვენში, ანუ დააფასოთ ის, რაც დღეს გაქვთ, თუმცა დაგეგმოთ უკეთესი მომავალი თქვენთვის და იზრუნოთ უკეთეს ხვალინდელ დღეზე. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ხელფასი მოემატა სიმბოლურად 30%-ით, რომელსაც თვეებით წინ ფიქრობდა, რომ ეს ხელფასი ძალიან გააბედნიერებდა, კმაყოფილებას მოუტანდა, რაღაც ფინანსურ გარანტიას მოუტანდა და ეს ხელფასი რომ მიიღო, ჯერ რომ თავიდან ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა გადის ერთი თვე კმაყოფილია, მეორე თვე უკვე ნორმად იქცა ეს ყველაფერი, მესამე თვე მიმოიხედა და ფიქრობს, რომ იმენა ჩემ თანამშრომელსა უფრო მეტი აქვს. შემდეგ თვეს ფიქრობს, რომ მაგრამ ბონუსი არ არის საკმარისი. შემდეგ ფიქრობს, რომ განვითარების შესაძლებლობები არ არის საკმარისი. ან უბრალოდ იწყებს ძიებას, რა შეიძლება არ იყოს საკმარისი, რადგან ის ხელფასი მისთვის იქცა ნორმად ძალიან მალევე. ამას აკეთებს ჩვენი ტვინი, ეს არ არის მთლად უმადურობა. შეიძლება ითქვათ, რომ კი, მაგრამ რამდენხანი უნდა ვიყო მადლიერი გაზრდილი ხელფასით, ხო? რაღაც საწყის ეტაპზე კარგი იყო, მაგრამ მერე შევეგუე და გეთახმებით ესეც უნდა იყოს. თუმცა სწორედ ეს არის მადლიერება, რომელიც გეხმარება, რომ შენი ნორმა და სტანდარტი, რაც არის იმ წუთას, დატკბე იმით, დააფასო და პარალელურად დაგეგმო რაღაც უკეთესისთვის მზადება. ესეთი ფსიქოლოგიური ტენდენცია არსებობს, ჰედონური ადაპტაცია ქვია, რომელიც ჩვენს ტვინს ძალიან სწრაფად აბრუნებს ბედნიერების შეგრძნების საწყის ეტაპზე. ანუ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი დადებით უარყოფით მოვლენა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, ძალიან მალე ვეგუებით ამას, ვაქცევთ ნორმად ან სტანდარტად და ისე ვიწყებთ ახლა სათვლიდან, შემდეგი რით შეიძლება გაგვაყუროს ცხოვრებამ ან ჩვენს გარშემო გარემომ. ამ ყველაფერს შევა ჩვენი ტვინი, რომელიც სწრაფად ეგუება როგორც ძალიან დადებით მოვლენებს ჩვენ ცხოვრებაში, ასევე ძალიან უარყოფით და სწორედ ამიტომაც არის, რომ ალბათ არ გინახოთ ადამიანი თქვენს გარშემო, რომელიც ამბობს, რომ მე მაქვს იდეალური სამსახური, იმიტომ რომ რაც არ უნდა შემოგთავაზოთ გამსაქმებელმა, თქვენ აუცილებლად მოითხოვთ უფრო მეტს და მოდით გეტყვით მაგალითებით. ამაზე გამახსენდა რამდენიმე ამერიკული დიდი კომპანია, რომელიც თავაზობს თანამშრომელს ესეთ ბენეფიტს, კვერცხ უჯრედის გაყიდვის ხარჯის ანაზღაურებას. ეს ამერიკაში მეტნაკლებად ძალიან მაინც ძლიერ ბენეფიტად ითვლება, თუმცა არ არის ძალიან უნიკალური. საქართველოს რომ შევადაროთ, ეს იქნებოდა ალბათ ძალიან მაგარი ბენეფიტი ქალებისთვის, რომელიც მოუტანდა არჩევანის თავისუფლებას, სიმშვიდეს და თან ეს არის ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის იდეალური ბენეფიტი, წარმოიდგინეთ, ხალხი ძალიან დიდი ხანია უკვე დაობს ამ ბენეფიტის ეთიკურ მხარეებზე. ერთი მხარე ბედნიერია ამ ბენეფიტით, მაგრამ უკვე დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ რამდენად სწორ სიგნალს უგზავნის ეს ბენეფიტი ადამიანებს. ეს ხوار ნიშნავს, რომ ჯერ კარიერა არის მნიშვნელოვანი, უნდა მოიცადო, ანუ შენი ახალგაზრდობის წლები გამოიყენო იმისთვის, რომ კარიერულად წინ წახვიდე და აი კომპანია გთავაზობს ამ ბენეფიტს, რომ თუ ამ წლებში ვერ მოასწარი ეს ყველაფერი, მოდი გადადე ის მოიცდის, ამის ხარჯს მე ავანაზღაურებ, გაძლევ ამის გარანტიას, შენ კი მიხედე საქმეს და ჩემს მიზნებზე მუშაობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა იდეალური ბენეფიტი შემოგთავაზოთ კომპანიამ, ყველგან ყოველთვის იპოვიან უკმაყოფილებას. სწორედ ამიტომაც არის, რომ არ არსებობენ ბედნიერი დასაქმებულები უკაცრავად და ყოველთვის რაღაცერად ვეძებთ მეორე მხარეს, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ეს არ არის საკმარისი და უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენი სამუშაო გამოცდილება და ის რა მიგოქვს ერთი კომპანიიდან მეორეში არის სრულიად ჩვენს პერსპექტივაზე და აღქმაზე დამოკიდებული და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს არხზე გაზიარებული ვიდეოებით რამდენიმე ადამიანს მაინც შეუძლია პერსპექტივას და აღქმას, რადგან ის წლები, რომ უმეტესი წლები ადამიანები ატარებენ სამსახურში და ეს არ უნდა იყოს ესეთი ნეგატიური დამთრგუნველი და ეს არის დამოკიდებული იმაზე, თქვენ როგორ აღიქვამთ ამ ყველაფერს და თქვენ როგორ შეხედავთ.
ჩემ ვიდეოებს ვიც უსმენთ, ალბათ მიხვდებით, რომ ჩემი საყვარელი ორგანო არის ტვინი და ბევრს საუბრობ ხოლმე ტვინი როგორ გვექცევა და როგორ იქცევა და როდესაც ადამიანს ისევ მაგალითს მიბრუნებ, როდესაც ხელფასი ემატება, მართლა ესე მუშაობს ტვინი, როდესაც ხელფასი გემატება უკვე იხედები და იწყებ დაკვირებას, რა შეიძლება სხვა არ მოგწონდეს. ხელფასი გემატება, უცებ მენეჯერი აღარ მოგწონს. რაღაცნაირად მენეჯერი მოგწონს, უცებ კარიერული ზრდა აღარ არის საკმარისი. რაღაც მომენტში კარიერულ ზრდასაც გთავაზობს კომპანია, მერე უკვე სრულიად დისტანციურად გინდა გადახვიდე. დისტანციურად გადახვალ, მერე ფიქრობ, რომ აი მაინც გაკლია მოქნილობა და ეს დისტანციური გრაფიკით შენი გადასაწყვეტი უნდა იყოს სიმბოლურად. მოკლედ სურვილებს არ აქვთ დასასრული. მე გისურვებ, რომ ყველას ქონდეთ მზარდი სურვილები და მზარდი მიზნები, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ამ პროცესში მადლიერება და აწმყოთით კბობა. ჩვენ ვერ ავაშენებთ კარიერას მხოლოდ იმ მიდგომით, რომ მხოლოდ შემდეგი ეტაპი გაგვაბედნიერებს, იმიტომ რომ ის გზა, რაზეც მივდივართ, ის თუ არ ვაქციეთ სასიამოვნო გზავრობად, მხოლოდ დანიშნულების ადგილი ვერ მოგვიტანს ბედნიერებას. ადამიანებს ასევე ბუნებრივად გვაქვს დეფიციტის მენტალიტეტი, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის იმაზე უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ, რა არ გვაქვს, იმასთან შედარებით, რაც გვაქვს. მაგალითად, მაკლია მხარდაჭერა, თავისუფლება, მოქნილება და თითქმის არასდროს არ ვფიქრობთ იმაზე, რომ რეალურად რა გვაქვს. ეს გვიშლის ხელს, რომ ის არსებული რესურსები, რაც რეალურად ჩვენს ხელში არის, დავაფასოთ და მაქსიმალურად ავითვისოთ და ერთი კარიერული რჩევის გაცემის უფლება რომ მქონდეს და რომ ვიცოდ, რომ ყველა მომისმეს, მხოლოდ ამას ვურჩევდი, რომ მაქსიმალური წამოიღეთ კომპანიისგან. ეს არ ნიშნავს სკამს და კომპიუტერს, ეს არის რეპუტაცია, კონტაქტები, ცოდნა. ეს ის არის, რაც თქვენთან რჩება. ეს არის ის ერთადერთი აქტივი, რომელიც მოგაქვთ კომპანიიდან და სხვა კომპანიაში არ მიგაქვთ მხოლოდ CV. თქვენ მიგაქვთ თქვენი ცოდნა, ამიტომაც ფოკუსირდით იმაზე, რა ცოდნას იძენთ კომპანიაში და შეეცადეთ, რომ ამაზე გაამახვილოთ ბევრად მეტი ყურადღება და ბევრად მეტი ენერგია ჩადოთ ამ მიმართულებით, ვიდრე იმაზე, რა გაკლიათ და რა აქვს სხვას ისეთი, რაც თქვენ არ გაქვთ. პირად მახსენდება ხოლმე, როგორ ვიქცეოდი მე ჩემი კარიერის დასაწყისში. შეიძლება ვიღაცას ინსპირაციულად არ მოგეჩვენოთ ეს მაგალითი, მაგრამ მთელი ჩემი კარიერა ამ ფიქრით წარმართე, რომ თუ რაღაცას ვაკეთებ ზედმეტს, ან ვიჩენ ზედმეტ ინიციატივას, ვიღებ ზედმეტ პასუხისმგებლობას, ან ვაკეთებ იმაზე მეც ვიდრე დამსაქმებელს შევუთანხმდი, სულ ვფიქრობდი, ეს ცოდნა ხო ჩემთან რჩება. ამ ცოდნას გავუყიდი უკეთეს ფასად სხვა კომპანიაში და ამ მიდგომა ჯერ ერთი ხო ძალიან დამამშვიდა, იმიტომ რომ აღარ მქონდა ესე ვთქვათ მიზეზი, რომ სულ გაფრეზებული ყოფილიყავი ამას რატო ვაკეთებ, იმას რატო ვაკეთებ და მეორე ანუ რეალობა არის, ანუ რაღაც ხრი თითქოს შენ ტვინს ატყუებ, მაგრამ რეალურად ხო არ ატყუებ, ეს ცოდნა მართლა შენთან რჩება და ბევრად გაზრდილი ადამიანი მიდიხარ სხვა კომპანიაში, ან ვისაც არ აქვს ინტერესი, ვისაც არ აქვს ინტერესი, რომ იმუშაოს და სხვასთან იყოს დასაქმებული, ეს ყველაფერი გაქცევს ძალიან ძლიერ დამსაქმებლად. LinkedIn-ის აქტიური მომხმარებელი ვარ და ძალიან ბევრი სტატუსი მაფიქრებს ხოლმე უფრო ღრმა თემებზე, ძირითადად ვკითხულობ სულ ნეგატიურ სტატუსებს, იმიტომ რომ რაღაც კარგ ჭრილში ადამიანებს დიდად არ სიამოვნებთ ხოლმე დაწერა და პლუს ამას ნეგატიური სტატუსები ბევრად უფრო პოპულარული არის, რომ დაწერთ, რომ ვიღაცამ დაგამცირათ, ან ცუდად მოგექცათ, ან ხელფასი არის საკმარისად მოგემატათ, ეს ადამიანებში ბევრად მეტ აქტივობას იწვევს, ბევრად უფრო ჩაერთვებიან, გადააზიარებენ და რაღაცერად თავიანთ წილ ნეგატივს შემატებენ ამ ყველაფერს. ბუნებრივია მინდა მოგცეთ სამი პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ეს გრძნობა უფრო მეტად გააღვიძოთ თქვენში. პირველი არის ის, რომ სადაც არ უნდა იყოთ დღეს და ფიქრობდეთ, რომ ამ კომპანიამ არაფერი არ მოგცათ, კითხეთ თქვენ თავს. გაიცით დღეს ისეთი, რომელიც არ იცოდით, სანამ ამ კომპანიაში მოხვიდოდით. ეს კითხვა ტვინს აიძულებს, რომ დეფიციტის მენტალიტეტიდან გადავიდეს პროგრესის ძიებისკენ. მეორე რჩევა არის ის, რომ ისწავლეთ განასხვავოთ მადლიერება და კმაყოფილება. რაღაცით იყოთ მადლიერი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრით კმაყოფილი ხართ, უბრალოდ აფასებთ ცხოვრებამ, რომ შესაძლებლობებიც მოგცათ, ზოგჯერ ცუდი გაკვეთილების სახით, ზოგჯერ კარგი გაკვეთილების სახით და ამ ყველაფერს უკეთეს დანიშნულებას მიცემთ მომავალში. იბრძვით რაღაც უკეთესისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, მაგრამ აუცილებლად იყავით იმისთვის, რაც გაქვთ დღეს.
და მესამე რჩევა, რომელიც ნაწილობრივ უკვე ვახსენე, სანამ კომპანიიდან წახვალთ, წაიღეთ ყველაფერი. განმეორდები, აქ არ გულისხმობ კომპიუტერს, კამს და ლეპტოპს, აქ გულისხმობ ცოდნას, რეპუტაციას, ნდობას და კავშირებს. ცოდნა, კავშირები, ნდობა და რეპუტაცია არის ის რამდენიმე აქტივი, რომელიც რეალურად მოგაქვთ ერთი კომპანიიდან და უკეთეს ფასად ყიდით მეორეში. ზოგადად უმადურობის ყველაზე დიდი მინუსი არ არის ის, რომ ბედნიერი არ ხარ ადამიანი, არამედ ის, რომ კარგავ პერსპექტივას, იმიტომ რომ შენი ტვილი მთლიანად ფოკუსირებულია რა არ გაქვს და რა ვერ მიიღე და აბსოლუტურად ვერ აფასებს ის, რაც უკვე მიიღე, რაც გაქვს და ამ ყველაფერს რა პერსპექტივა აქვს მომავალში. ძლიერება არ კლავს ამბიციას, ის უბრალოდ ამბიციას არ ეძლევს უფლებას, რომ უბადურებად გადაიქცეს. ძალიან გამიხარდება თუ გამიზიარებთ, რამდენად ხშირად შეიგრძნობთ ხოლმე მადლიერებას ყოველდღიურად სამსახურის მიმართ თუ თქვენ ცხოვრების ნებისმიერი ასპექტის მიმართ, რაში გეხმარებათ ეს შეგრძნება, ან თუ საერთოდ დაგავიწყდეთ ამ გრძნობის შესახებ, ამიტომ ხარ გაგრძნობინათ, რომ გაკლიათ. როდესაც ხშირად აფასებთ იმას, რაც უკვე გაქვთ, რაღაცნაირი ჯაჭვური რეაქციით ირთვება, ეს ბუნებრივია იწვევს თქვენს კმაყოფილებას, ბედნიერებას და ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანები ბევრად უკეთეს საქმეებს აკეთებენ, ბევრად მარტივად ამჩნევენ შესაძლებლობებს მათ გარშემო და ყოველთვის ბევრად სასიამოვნო თანამშრომლები თუ ოჯახის წევრები არიან. ეს არის სულ მოკლედ დღევანდელ თემაზე. გამოიწერეთ ჩემი არხი და კიდე შევხვდებით შემდეგი ემოციის განხილვით სულ მალე.